აი იქ ლოგოში რო გაიჭრიდები იქა. ეს იყო ეს სამი შენობა, რომელიც დაგვხვდა. ესენი, აი სულ ყველა შენებულია და ეხლა რო ჩავალ, იგი გაჩვენებ რა. სულ რამხელა ტერიტორია. 17 ჰექტარია. ეს არის ეს ბოინგის იმის წარმოება, სიდენიების კარკასი, ალუმინის ფრეიმი. ხო, აი ესა. ეს არის. ხო, ეს არის პატარა, ეს ჩვენ ჩავდეთ ფული და ჩვენ აუშენეთ. გამარჯობა. სალამი, ბექა. როგორ ხარ? შუა, დავად როგორ გიქითხო? კარგად. მოსა მადლობა სტუმრობისთვის BMG Drive-ში. წყალი და კოკოლა ნებისმიერ დროს შეგიძლია. მადლობა. შევლეთ სივრცეში. მოდი დავიწყოთ სიახლით ბოლოს ჩვენ როდესაც გვქონდა საუბარი რედაქტორში იყო ეს BMG TV-ზე გადაცემაში. სიახლეები დაანონსა, მათ შორის არომატიზატორების ქარხანა იყო, ინვესტიციები რომელიც უნდა გაკეთებულიყო თბილისის თისში. რა ხდება, შედგა თუ არა ეს პროექტები რა ეტაპებზე? ხო, ну, საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, რომ შედგა, ყველაფერი მიმდინარეობს დაგეგმილად და, ну, პრინციპში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის ჩათვლით ჩვენ იმ დაგეგმილ მიზნებს გადავაჭარბეთ შედეგობრივად და ბევრად უფრო კარგი შედეგები დავდით გასულ წელს. ეს კონკრეტულად ეს წარმატება და ასე ვთქვათ, განხორციელება შეეხება ამ პროექტსაც, რომ ახსენე. ეს არის არომატიზატორების და დიფუზორების ქარხანა, რომელიც ასე ვთქვათ, ერთობლივი პროექტია ჩვენი და ყაზახი ინვესტორების. ერთობლივი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევქმნით ინფრასტრუქტურა მათთვის, ანუ შენობა ნაგებობა, რომელიც მოვარგეთ მათ უშუალო საოპერაციო ინტერესებს, იმ პარამეტრებით შევქმნით. წინასწარ შეთანხმებული იყო. რა თქმა უნდა, წინასწარ შევათანხმეთ. ხელშეკრულება მოვაწერეთ, სადაც გავწერეთ, რომ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ავაშენებდით, ასე ვთქვათ, turnkey დონეზე მათ შენობას. აქ ინვესტიცია განხორციელდა თიზის მიერ. თიზის მიერ იქნა მოზიდული, ასე ვთქვათ, ფინანსური სასწრები ამ პროექტის შესაქმნელად და უშუალოდ ინვესტორმა, ყაზახურმა მხარემ უზრუნველყო შიდა, ასე ვთქვათ, ოპტიმიზაცია, საინჟინრო ოპტიმიზაცია, დანადგარების ჩამოტანა და ეხლა ზუსტად ვართ აი ამ პროცესში, რომ ჩვენ გადავეცით ეს შენობა რამოდენიმე კვირის წინ და ინვესტორი უკვე მართავს იქ თავის შიდა ახორციელებს თავის შიდა სამონტაჟო სამუშაოებს და ველით რომ დაახლოებით უახლოეს მაქსიმუმ ალბათ 2-3 თვეში ისინი დაიწყებენ სრულფასოვან წარმოებას. საკმაოდ კარგი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ყაზახ ინვესტორებს არსებული ქარხანა ჰქონდა თურქეთში და ჩვენ შევძელით ფაქტიურად ამ საწარმო გადმოაქვს თუ ამატებენ აქ. იცი რა, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ორივე რა, ანუ გადმოაქვს დიდი ნაწილი იმ იქ განხორციელების სამიწარმოო საქმიანობის დიდი ნაწილი გადმოვა საქართველოში და საქართველო გახდება მათთვის ესე ვთქვათ სამიწარმოო ლოჯისტიკური ცენტრი, საიდანაც მოხდება ექსპორტი. კი, თავისთავად სამუშაო ძალაზე ხო არ გაქვთ ინფორმაცია, ანუ შეიძლება ადგილობრივი კადრების დასაქმება, რამდენი ტექნოლოგიური თუ არა ესეთი კადრები. ხო, ეს ნახევრად ასე ვთქვათ ავტომატიზირებული წარმოებაა, შესაბამისად მათ ამ კომპანიას ბექა აქვთ სატესტო დონეზე ჩვენთან აქვთ ჰქონდათ პატარა მინი პროექტი დაწყებული უკვე, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია თვითონ ქმედითია და ბიუროკრატიაზე ბევრ დროს არ ხარჯავს. ჩვენ შესაბამისად мотивация გვიჩნდება, რომ ასეთ კომპანიებთან განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, ქმედითად ვიყოთ და შესაბამისად მათი მხრიდან რომ გაჩნდა ეს სურვილი, რომ
თუ შეიძლებოდა რაღაცა დროებითი ლოკაციის უზრუნველყოფა, ხო, მათთვის რაღაც შენობა ნაგებობის ჩვენ შევძელით გარკვეული ოპტიმიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ძალიან დიდი მოთხოვნა ამ მზა შენობა ნაგებობებზე, ჩვენ შევძელით იყო რაღაც მომენტი დავიჭირეთ და დაახლოებით 500 კვადრატის შენობა ნაგებობა მივეცით, მათ იქ რაღაც გარკვეული ოპტიმიზაციები გააკეთეს. ასე ვთქვათ, მოსინჯეს, ხო? ხო, ну, მოსინჯეს როგორ მუშაობს იქ, საბაჟო მიმართულებაა იქ, კადრების რეკრუტმენტი და ასე შემდგომ 1000 ადმინისტრაციული თუ საოპერაციო ხასიათის საანი. საკითხი, ასე ვთქვათ, ეს ფაზა მათ წარმატებულად განვლეს, ამ მასობაში ჩვენ ვაშენებდით და ეხლა მარტივად მოხდება მათი რეალოკაცია ამ დიდ შენობაში, რომელიც საერთო ჯამში 3000 კვადრატულ მეტრში ადგენს. და ნუ ძალიან კარგი ასე ვთქვათ პროექტი გამოვიდა ამ ყაზახური და ჩვენი საერთო თანამშრომლობით. სოსო 2024-ში რა ინვესტიცია განახორციელა თიზმა თვითონ ინფრასტრუქტურაში და ჯამში რა მიიღეთ? ანუ კი ბატონო. თქვით რომ გეგმას გადააჭრათ. რიცხვებში როგორ გამოიყო? კი, ანუ მოთ ესე დავყოთ რა და დავიწყებდი იმითი რომ ჩვენი როგორც იცი ბექა ჩვენ ჯგუფის ოტი ჰოლდინგი შევიდა ამ პროექტში შეიძინა ეს ბიტფურისგან გამოისყიდა ეს მთლიანად ინდუსტრიული ზონა 2023 წლის აპრილში. Ну, ხა ჩვენ გამომდინარე გამოცდილებიდან ხომ ასე ვთქვათ მარტივად გადავწყვიტეთ ჩვენი სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც გულისხმობდა არა ვთქვათ სტანდარტული მოდელის განვითარებისგან, რომელიც პრინციპში გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ მე ვარ თიზის ადმინისტრატორი, მე გარკვეულ რაღაცებში მიმართულებებში გეხმარები, მაგრამ იმის იქით არ მივდივარ, ხო? ანუ ეს არის კლასიკური? ხო, ეს არის კლასიკური ის, რომ ასე ვთქვათ, უფრო აქცენტი არის იმაზე, რომ მე მაქვს ეს აქტივი, ხო, პირობებით და ასე შემდგომ და მობრძანდი დაიწყე ინვესტიცია და ასე შემდგომ. ჩვენ გარკვეულად რემოდელირება გავაკეთეთ ამ კონცეფციის და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აქტიურად ჩვენ თვითონ გავხორციელებინა ინვესტიციები ერთის მხრივ ინფრასტრუქტურაში და მეორეს მხრივ სერვისებში. ანუ ეს რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, კაპიტალ ინტენსიური გახდა ჩვენი საოპერაციო საქმიანობა. ეს, ну, რა თქმა უნდა, ეხლა გარკვეულწილად დიდი ზეწოლაა ჩვენთვის, თუმცა, ну, ამ რისკზე წავედით, იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად მივხვდით ამ დაახლოებით მე პირადად 17 წელი ამ ბიზნესში ვარ და საკმაოდ გამოსტილება. ხო, და მივხვდი იმას, რომ ჩვენ საქართველოში რომ შევძლოთ ინვესტორის მოზიდვა, უნდა გავხდეთ უფრო მეტად კონკურენტული. ჩვენ გვიჭირს რაღაცა კონკრეტული რაღაცა ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოსთან კანონმდებლობრივი ოპტიმიზაციის კუთხით. ეს ახალი თემა არ არის და ყველამ ვიცით რომ გვიჭირს ამ პროცესის ასე ვთქვათ უკეთესად წარმართვა, ну, რის ხარჯზე უნდა გახდე უფრო კონკურენტული. ანუ უნდა ვიყოთ რაღაც 10 ჯერ უფრო უკეთესები ჩვენს კონკურენტებზე და სხვა ახალი პროდუქტები უნდა შევთავაზოთ. და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ზუსტად სექტორი უნდა გააკეთოს ეგ. ზუსტად, რა თქმა უნდა და ჩვენ ასე ვთქვათ დავიწყეთ თანხების მობილიზება. ჩვენ ამაში აქტიურად პაშა ბანკთან თანამშრომლობ და ინვესტიციები დავიწყეთ ჩვენ თვითონ, რომ შევქმნათ ეს შენობა ნაგებობები უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ეს ანუ შენ უნდა იყო მზად იმისთვის, რომ თუ შემოგივა ასეთი ყაზახური კომპანია გამადორო კორპორეიშენის მსგავსი პროექტი, ხო, უნდა ექონდეს შენ მზადყოფნა ფინანსური, ტექნიკური იმისთვის, რომ თუ მას აწყობს ის, რომ შენ აუშენო ეს შენობა ნაგებობა, დაუერთო კომუნიკაციები, შენ ამისთვის ზად უნდა იყო. თუ გინდა რომ მიიღო ეს პროექტი, ასე ვთქვათ რა. და შესაბამისად ამ სტრატეგიამ გაამართლა, მინდა ვთქვა. ну, ხა თიზი 1 და 2 დღის პროექტი არ არის და ჩვენ არა ვართ აქ იმისთვის მოსული, რომ რაღაცა შევიძინოთ, გადავფუთოთ და ასე შემდგომ. არა, ჩვენ სტაციონარულად ვფიქრობთ მის განვითარებას, შესაბამისად ეს მოდელიც
გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ კარგად მუშაობს. ჩვენ, ესე იგი, 2023 წლის აპრილიდან პრინციპში დავიწყეთ ინტენსიური ინვესტიციები დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებში დაახლოებით, ესე იგი, 7-8 მილიონი, შეიძლება ცოტა მეტი 10 მილიონამდე ლარის ინვესტიცია. ჩვენ შევქმნით, ასე ვთქვათ, თვითონ შიგნითვე შევქმნით ეს მომსახურებათა პაკეტები, რომელიც გულისხმობს არა მარტო, ვთქვათ, ჩვენი ფინანსური რესურსით, არამედ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მშენებლობა, ხო, და თვითონ არიან მზად, რომ გრძელვადიანი ინვესტიცია განახორციელონ და ასეთი პროექტებიც გვაქვს, ხო? ჩვენ იქ ადგილზე გვყავს მობილიზებული სამშენებლო მიმართულება, სარემონტო სამშენებლო მიმართულება, ცალკე ორგანიზება გაუკეთეთ სერვისულ კომპანიას, რომელიც ჩვენი შვილობილი კომპანიაა და იქ ადგილზე უწევს სხვადასხვა სერვისებს. ანუ on-site სერვისები ჩვენ ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქცენტია ჩვენთვის ეს on-site სერვისების განვითარება, რომ ნახეთ, ინვესტორი ჩამოდის, ხვდება მას მზა ინფრასტრუქტურა, ხვდება მას ის კონკრეტული სერვისები ადგილზე, რაც მის ასე ვთქვათ, ოპერირებას, ხო, რომ კარგი სტარტაპი ქონდეს რა, მალე გადავიდეს მის მიზანზე კომერციული ოპერირების ამოქმედებაზე რა. ეს უნდა შეუმციროთ მაქსიმალურად და საერთო ჯამში ესეთი სურათი იქნება რა, რომ თუ მე ეს მაქვს ყველაფერი და ეს ინვესტორები ამას ხედავ, რომ ეს ყველაფერი ადგილზეა, არა მარტო დარწმუნებით და ჩვენი ასე ვთქვათ დაჯერებით მათადმი, არამედ ადგილზე ხედავს, რომ ეს ყველაფერი ადგილზეა და უკვე მისი გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩქარდება და მარტივად უფრო იღებს და კონკურენტულ უპირატესობასაც ვიღებთ აი ამ კუთხით რა. და ამიტომ შესაბამისად, ესე იგი, ეს 10 მილიონი ლარი ხო, რასაც ვახსენე, ეს ითარგმნება დაახლოებით 6-7 შენობაში. შეიძლება რომ ესე იგი წარმოიდგინო, ჩვენ თბილისის TIZI ოპერირებს 2016 წლიდან. მაგრამ მათი მიზანი არ იყო ეს, ანუ მიზანი კი არა, ასე ვთქვათ, სტრატეგია არ იყო ესეთი, ჩვენ დავხვდა იქ ადგილზე სამი შენობა. სამი სასაწყობე დანიშნულების შენობა, სადაც განთავსებული იყვნენ სხვადასხვა კომპანიები. და ჩვენ გავაორმაგეთ მეტი კიდე 7 შენობა შევქმნით დაახლოებით, ძირითადად ჩვენი ინვესტიციით, ნაწილი ინვესტორთა მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდებით და ახლა სულ სხვა არის დღევანდელი TIZI 2023 წლის დასაწყისთან შედარებით რა. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რა ჩვენ გადავდგით და შესაბამისად ამან გამოიწვია ის შედეგები, რაც მივიღეთ. ხო, ძალიან ვრცელი თემაა და მრავალწახნაგოვანი და მრავალმხრივი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, ხო? ანუ ბევრ რამესთან არის კავშირში. არ ვიცი, პოლიტიკურ მდგომარეობასთანაც, ეკონომიკურ მდგომარეობასთანაც, ფისკალურ პოლიტიკასთანაც, მონეტარულთანაც, ყველაფერთან არის მოკლედ კავშირში. საკანონმდებლო მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან ვარ გაგვეწელოს ეს თემა. TIZI-ების ნაწილზე რო დავიდეთ. TIZI-ის ნაწილზე რო დავიდეთ, რა სჭირდებათ ის TIZI-ებს ამ მიმართულებას განვითარებისთვის დღეს ამ მოცემულობაში. კერძო სექტორი იღებს რისკებს საკუთარ თავზე, ახორციელებს პროექტებს, მაგრამ ამ პროცესში მათ სჭირდებათ გარკვეულწილად რაღაც ვიწყები ყოველ შემთხვევაში და ეს იდენტიფიცირებული გაქვთ ცხადია ეს პრობლემის გამოწვევა. რა არის ყველაზე მთავარი? სამი ხო, ახლა არ ვიქნები ასე ვთქვათ, ახალს არაფერს არ ვიტყვი. ვიტყვი რომ სტაბილურობა, ყველანაირი სტაბილურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ ვიწყებთ იმითი, რომ ესე იგი საერთო ჯამში ინვესტორი მოდის ქვეყანაში და შემდგომ იქ უკვე ლოკაციურად თუ რაღაცა საგადასახადო რეჟიმის კუთხით ირჩევს, თქვათ, TIZI, ხო? შესაბამისად, პირველ რიგში შენ რო იწყებ საუბარს ინვესტორთან და
ამას შენ ახერხებ პირდაპირ თუ არაპირდაპირი მარკეტინგული თუ სხვა მეთოდების გამოყენებით. პირველ რიგში შენ საუბრობ იმაზე, რომ ინვესტორს როცა მიმართავ, ეუბნები შენ მოდიხარ სტაბილურ გარემოში, ხო? თუ ამის საფუძველი არ გაქვს, ამის საფუძველი არ გაქვს, უკვე ეს არის ბარიერი, ხო? ახლა რაც არ უნდა არასტაბილური იყოს და შენ შიგნით სამოთხე კონდე შექმნილი, ხო? თავისუფალ ზონაში ეს მისთვის საკმარისი არ არის. შესაბამისად, ამ საკითხს რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეორე მიმართულება არის, ასე ვთქვათ, ის ლოჯისტიკური ბმა ქვეყნის იმ რეგიონულ თუ რაღაცა კიდევ უფრო ფართო ასპარესთან და ბაზრებთან რა. ამ მხრივ ჩვენ ესე იგი და კონკურენტული გარემო ხა. ჩვენ ვაფასებთ ვისთან ვართ კონკურენციაში, ხომ? ახლა რა თქმა უნდა, ახლა დუბაის თავისუფალ ზონებთან კონკურენცია რთულია ძალიან და არც გვაქვს მაგისი ამბიცია ამ ეტაპზე, მაგრამ გვაქვს ამბიცია, რომ რეგიონში ვთქვა თურქეთთან შევძლოთ კონკურენცია, იქ აზერბაიჯანი ავითარებს თავისუფალ და სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს, იქ სომხეთშიც არის გარკვეული განსხვავებული მოდელებია, რა თქმა უნდა, თუმცა არის ეს ასე ვთქვათ რეჟიმები რა. და კიდევ შეიძლება ითქვას ახლა ამ ეტაპზე ახლა უკრაინაზე საუბარი არ არის გასაგები მიზეზების გამო, თუმცა არის ბალტიის ქვეყნები და ასე შემდგომ, მაგრამ ძირითადად ვისაუბროთ აი ამ მოკლე ვიწრო გეოგრაფიულ სამეზობლოზე, ხო? აქ ახლა ის ფაქტი, რომ სამწუხარო ფაქტი, რაც დღეს ხდება უკრაინაში და იმედით იმისა, რომ მალე დასრულდება, გამოიკვეთა, ხო? ახლა ეს ყველა ვიცით, რომ საქართველოს შუადერეფნის ცენტრში გამოიკვეთა, ამას აქვს თავისი ლოჯისტიკური დამატებითი პოზიტიური შედეგები შეიქმნა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენც ახლა ყველანაირად გამოვედით პოზიტიურად, ასე ვთქვათ, ჩვენზე ასე ვთქვათ პოზიტიური ეფექტი იქონია ამ თემამ, ხო? შესაბამისად გრჩება რა, ხო? ერთი არის ის, რაც შენს გარკვეულწილად შენს ხელში და შენ ძალაუფლება მანდ არ არის, ეს არის საკანონმდებლო მიმართულება, რომ შენ აუცილებლად უნდა იმუშაო შენი საკანონმდებლო ხარვეზების ოპტიმიზაციას და გამოსწორებაზე რა. ახლა სამწუხაროა, ახლა ცოტა უკვე ესეთი გახდა რა, ბანალური და მეც უკვე ძალიან ისა მაქვს რა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ცოტა ნიჰილიზმში ვარ რა, ჩავარდნილი გარკვეულწილად, რომ სულ საუბრობთ იმაზე, რომ მოდით რა, ცოტა გავაუმჯობესოთ. ახლა თავისით ეს კანონი ვერ გაუმჯობესდება. აი რა იქნება გაუმჯობესი? იცით რა არის ბექა, ახლა ნახე პულზე ხელი გვიდევს ჩვენ, ხო? ადმინისტრატორებს, რომლებზეც ესე ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ადმინისტრაცია იღებს ზარებს და ჩვენი ყოველი თანამშრომელი ჩართულია, ესე იგი ჩვენი ყოველი თანამშრომელი ჩართულია customer relations-ში, ასე ვთქვათ რა, კომპანიებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ სხვადასხვა საკითხებია, ვაწუხებენ, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო დონეზე, საბაჟო მიმართულებით არის რაღაც საკითხები. მით უმეტეს რომ დღევანდელ დღეს არის ცოტა ესეთი რთული სიტუაცია საქართველოში მუშაობს, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სანქციების კუთხით, ხო, საქართველოში უშუალოდ ჩვენ ვისთანაც გვაქვს საბაჟო უწყება, ხო? ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამის კონტროლი რა. რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით, თქვათ, ის სანქცირებული პროდუქციის თუ სანქცირებულ კომპანიებთან ასოცირებები, ასე ვთქვათ, ამის კონტროლი მიმდინარეობს. შესაბამისად, ხა ეს საერთაშორისო პრაქტიკა, რაც არის და საერთაშორისო საკანონმდებლო ცვლილებები ამ სანქციებთან მიმართებაში, ის დროზე უნდა მოვიდეს ჩვენამდე ინფორმაცია, ამის დამუშავება ინვესტორებისთვის მიწოდება. კოორდინაცია არის ძალიან ინტენსიური, ხო? და ამ მიმართულებით რომ ჩვენ სორელზე ვიდგეთ, ხო? ამაზე ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს. რატომ არა ეს აი ინტენსიური? ეს თქვენ ხო
მზად ხართ ამ კომუნიკაციისთვის, ხო? ანუ რაღაც სამუშაო ფორმატში, რაღაც განხილვების, აი რატომ არ ხდება? რა ბიუროკრატია? შეიძლება ჩვენს ვაკლებთ ბექა რაღაცას, მაგრამ რა არის იცით, მე მაინც ვთვლი, რომ ამას უნდა მიეცეს რაღაცა სტაციონარული ფუნქცია რა. უნდა შეიქმნას რაღაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და ალბათ სახელმწიფოს ხარისხის ბიუროკრატია ცოტა უნდა გამარტივდეს. ხა მე არ ვიცი ეს როგორ შეიძლება მოხდეს, მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვან იურიდიულ ტექნიკურ პრობლემას რო ჭირდება თქვა პარლამენტის ასე ვთქვათ, პარლამენტში ამ კონკრეტული კანონის შეცვლა, ხო, ну რა თქმა უნდა, გაიწელება, მაგრამ იმდენად ყველა ხვდებით, რომ ეს კონკრეტული პრობლემა მნიშვნელოვანია, უნდა მოგვარდეს, მაგრამ იმხელა ბიუროკრატია ასოცირებული ამ პრობლემის მოგვარებასთან, ზუსტად აი ესეთი ანალოგიური მიზეზიდან გამომდინარე, რომ გვიჭირს. ხო, მე რაღაც კონკურენციაზე და 10 ჯერ უკეთესები უნდა იყოს მაგაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეგ პრობლემაა, ხო, რეალურად. რა თქმა უნდა, პრობლემაა, რა თქმა უნდა. მაგ ნაწილში ძალიან შემაფერხებელია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ კი შევხვდებით რაღაცა თვეში ერთხელ, ანუ ორ თვეში ერთხელ თქვათ ვაკაკუნებთ ჩვენ ხო კარებებზე, მაგრამ ხო აი ის არის, მე რაღაცა წერილი, შემდგომ მე რაღაცა რეაგირება, მე რაღაცა ჟაბას, ანუ კარგი იქნება თუ უფრო მოქნილი იქნება ეს მექანიზმი, იმიტომ რომ არის ეს დაგროვილი პრობლემები, ხა ამისი გადმოცემა ცოტა მიჭირს, მაგრამ ეს არის უშუალოდ აი ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის განვითარებას და ამავდროულად არანაირი ცუდი ეფექტი არ ექნება თუ ამ საკითხს მოვაგვარებთ. ხო, რაღაცა რისკები, რაღაც სახელმწიფო. ხო, ну, ანუ იგივე საბაჟო კუთხით, ადმინისტრაციის კუთხით, საგადასახადო დაბეგვრის კუთხით, იქ რაღაცა ბიუროკრატიული ფორმალობების ოპტიმიზაციის კუთხით, აი მაგალითისთვის ვიტყოდი რა. ნახეთ, აი თიზი არის ადმინისტრატორი, მაგრამ თიზი თვითონ ინვესტირებას ვერ ახორციელებს და ეს უნდა გააკეთოს თავისი შვილობილი კომპანიის საშუალებით. თავისი შვილობილი კომპანია ამას რო ახორციელებს, ფაქტიურად რა გამოდის 4% ზედმეც დაბეგვის რეჟიმში ვხვდებით, ანუ მე რო ინვესტორისთვის ავაშენე ამ ყაზახი კომპანიისთვის რო ავაშენეთ ის შენობა ნაგებობები, მე პროდუქციის ნაწილში 4%-ით მეტი დამიჯდა, იმიტომ რომ ქართულ ნედლეულს ვყიდულობ და ну პრინციპულია ჩემი პოზიცია, მირჩევნია ეს 4% გადავიხადოთ, ვიდრე ვზიდოთ ყველანაირი ნედლეული და მასალა უცხოეთიდან იმის გამო რომ ნოლი გადავიხადო, თუმცა ამის ოფცია მე მაქვს, რომ თურქეთიდან შემოვიტანო ეს მასალა სიტყვაზე და ავარიდო თავი იაფად და ავარიდო თავი 4%-ის ხდას. მაგრამ ამაზე დამატებით კიდევ ვიტყოდი, რომ სერვისის ნაწილში არის ესეთი რამ. ქართული კომპანია, როდესაც სერვისი იღებს მშენებლობის ნაწილში, ხო, იმ DGG-ს იბრუნებს, გადახდელ DGG-ს იტვლის. თიში ეს ოფცია არ არის. ანუ სერვისის ნაწილში მე რო კონკრეტული რაღაცა მომსახურებას მივიღებ საქართველოსთან თიში, მე DGG-ს ვიხდი და ამ DGG-ს ვერ ვითვლი. ანუ 18%-ით მეზრდება ხარჯი სერვისის ნაწილში. და ანუ ახლა აი ეს რო უნდა გამოსწორდეს, ხო? და ამით ახლა დიდი ფისკალური ეფექტი სახელმწიფოს არ აქვს, იმიტომ რომ ახლა არ არის ის თანხა, რომელმაც შეიძლება რაღაცა ის გამოიწვიოს. ხო, რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მომცემს იმის საშუალებას ის რომ უფრო მეტი ინვესტირება გავაკეთოთ, ხო, სერვის საკითხი იყო და კონკურენტული ვიყო, ხო, მე თუ კონკურენტული არ ვიქენი, ახლა საერთო ჯამში ისედაც საქართველოს ლიბერალური საგადასახადო ნაწილში ლიბერალური ქვეყანაა, ხო და საბამისად ახლა ძალიან რთულია რა, უკვე კონკურენციაში შემოდის თვითონ საქართველოს, იმიტომ რომ ინვესტორი ფიქრობს, მე ვწვალობ, მე რა თქმა უნდა ის ყველას ვიხარია რომ თუნდაც ჩემი ჩამოყვანილი ინვესტორი რომ გადაწყვიტოს საქართველოში განახორციელოს ინვესტიცია და არათიში, საერთო ჯამში ქვეყანა მოგებულია, მაგრამ მეც ხო უნდა დავიცვა ჩემი ასე ვთქვათ კომერციული ინტერესები, იმიტომ რომ ჩვენ ეს მარტივი პროცესი არ არის, ჩამოსათვლად ადვილია რა პროექტები გავაკეთეთ, მაგრამ
საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი მიდის, ხო? ენერგია, მუშაობა, მოლაპარაკება, დრო და ასე შემდგომ და შესაბამისად ეს არ არის მარტივი პროცესი და კი ბატონო. მითანხმებით აბსოლუტურად. თიზის ნაწილში 25-ში როგორია მოლოდინები, აი ჩვენ რაღაც სტაბილურობაზე თავიდან აქცენტი გააკეთეთ და ზამიშოვანე, მაგრამ მოლოდინები დაიგეგმეთ თუ არა და ეს პროცესი როგორ მიდის, რაც ზამიშოვანი ახლა ბიზნესის განვითარებისთვის. ახალს არ ვიტყვი არაფერს თუ ვიტყვი იმას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც კი მე თავისუფალ ზონების პრაქტიკაში მქონია, ასე ვთქვათ, წლის დაგეგმასთან მიმართებაში ესეთი სირთულე ნამდვილად არ მქონია რა, იმიტომ რომ ნუ გასაგები მიზეზების გამო, ხო, ქვეყანაში რყევებია და ნუ ხა არ ვიცით, ხო, რა მოლოდინები იქნება. ამას ამ მოლოდინებზე მე ვსაუბრობ არა მარტო ლოკალურად ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებაზე, ფისკალური იქნება უშუალოდ, ხო, თუ რაღაცა ეკონომიკური განვითარება, დინამიზმი, როგორი იქნება, რამე საით მიდის ქვეყანა, ხო, როგორ მუშაობს, ანუ დღეს ევროპიდან ინვესტორის მოყვანას, ხო, ახლა უფრო მეტად ჩავფიქრდები ამაზე მუშაობაზე, ვიდრე ამას გუშინ ვიზარდი, ხო? ხო ლოგიკურია. თუმცა ახლა როდესაც არის ისეთი პროექტი, როგორც ვთქვათ, MR-ის მიმართულება, ხო, რა თქმა უნდა, ეს პროექტი თუ განხორციელდა, უდაოდ დიდი პოზიტივის შექმნელი იქნება. თუმცა შეიძლება მე ვიფიქრო, რომ ახლა არ წავიმუშაოთ, ვთქვათ, იმ მაზრებზე, იმიტომ რომ თუ ახლა MR-ი შედის ქვეყანაში, ეს სიგნალია, ხო, ეს არის პიონერი ინვესტორი და შეიძლება მას ასე ვთქვათ, chain ეფექტი კონდეს და სხვა მიმართულებებით შემოვიდეს, ხო? ნუ ეს ერთ-ერთი ფაქტორია ინვესტორის, ასე ვთქვათ, decision making-ში, ხო? ამიტომ საით მივდივართ, როგორ მივდივართ, ძალიან რთულია 2025-ის დაგეგმა, ძალიან, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ შევძლებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რასაც არის ეს საქართველოს როლი რეგიონალურ ლოჯისტიკაში, ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი მაინც ის არის, რომ თიში ლოკალური კანონმდებლობა მოქმედებს პრინციპში და კანონმდებლობრივი ცვლილებები თუ უკეთესობისკენ არ ხდება, ნეგატივისკენაც არ მიდის და საერთო ჯამში ექსპორტზეა საუბარი, აქ ჩვენზე პოტენციურად შეიძლება ნაკლებად აისახოს ის რყევები, თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი ძირითადი სეგმენტი არის მაინც წარმოებელი light და საშუალო წარმოებლები და ტრეიდერები. მოვედით. კი. ინდუსტრიულ ზონაშიც. ეხლა ნახე ბექა შენც რომ იცოდე რა. აი ესა ეს შენობა ყვითელი და უკან ნაცრისფერი რა. ის ხო? აი ეს ნაცრისფერი არის. აი ამის უკან დგას, ამ თეთრის უკან. აი იქ ლოგოში რო გაიჭრიდები იქა. ეს იყო ის სამი შენობა, რომელიც დავხვდა. ესენი, აი ეს ყველა შენებულია და ეხლა რო ჩავალ, კიდე გაჩვენებ რა. სულ ამხელა ტერიტორია. 17 ჰექტარია. ეხლა ეს აშენდა ფარმაცევტული საწყობი, თვითონ ჩადეს ფული. აი ეს საწყობია? ხო, ეს არის ფარმაცევტული საწყობი GDP კლასის მაღალი დონის. ეს თუ გინდა ესეც გადამაის არ მithქვია, მაგრამ ეს არის ეს ბოინგის იმის წარმოება, სიდენიების კარკასი, ალუმინის ფრეიმის. ხო, აი ესა. ეს არის. ხო, ეს არის პატარა, ეს ჩვენ ჩავდეთ ფული და ჩვენ აუშენეთ. ეს კომპანია არის უკრაინული კომპანია, რომელიც გაზის კარბონიზაციის პროდუქციას აწარმოებს რა. საკმაოდ საინტერესოა. ეს არის გერმანული კომპანია მიკროჩიპების. ხო, ეს პატარა და ეხა ამათთან საუბრობთ, რომ ის უკანა ფარცზე ახალი აუშენოთ რა. თიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უახლესი ინვესტორი შეიძლება ჩავთვალოთ, ეს არის ქართულ მეწარმეთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში პურპუთიშეულის პრემიალურ ხაზში ოპერირებს 2017 წლიდან. მათი ქარხანაა
აქ ჩვენს მიერ მომზადებულ და აშენებულ შენობაში ინვესტიციას თქვენი იყო ამ ქარხანაში? კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ინფრასტრუქტურა შენობა ნაგებობაში კარგი ის არის, რომ ეს კომპანია, ასე ვთქვათ, პიონერია ამ პორფუნთუშეულის წარმოებაში თისში და მათი აქამდე მათი საოპერაციო ხაზი იყო საქართველოში დისტრიბუცია ქსელებში, პრემიალურ ქსელებში. მნიშვნელოვანია, რომ ესენი ძირითადად უცხოურ და გერმანულ ნედლეულზე აწარმოებენ პორფუნთუშეულს და ისინი უკვე ჩვენთან შემოსვლით გეგმავენ ექსპორტის განხორციელებას სხვადასხვა ქვეყნებში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა გაყიდული პროდუქტის რეალურად, ხო? კი, ეს არის 600 კვადრატი ეს ორ სართულზე, განთავსებული პირველი სართული არის, თითო სართული არის 650. ეხლა იწყებენ განხორციელებას ასე ვთქვათ, დანადგარების მონტაჟი, ოპტიმიზაცია, სადღაც 3 კვირის წინ ჩავასრულეთ მართლა ყველაფერი და ესეც ასე ვთქვათ, ახალი ინდუსტრია არის თიშში რა. დოსო, წარმატებები. მადლობა. ბევრი ასეთი პროექტის განხორციელებას. ისურვეთ ნახოთ. და სტაბილურდეს იმედი მაქვს, რომ ნამდვილად ქვეყანაში ის ეწავა, რომ ჩვენც მეტი мотиваცია გქონდეს ინვესტიციის და ამას დაინახავს კიდევაც უცხოური კომპანიები.